ახალი ზელანდიის ჩრდილოეთის სანაპიროზე, კერძოდ ნორთლენდის რეგიონში, 1965 წელი იდგა. ხის პატარა ქოხში, რომელიც ზღვასთან ახლოს იდგა, საზღვაო ბიოლოგმა ბილ ბალანტაინმა პროფესიონალ მეთევზეთა ჯგუფს ჩაიზე შეკრება შესთავაზა. მან მათ გაუზიარა უპრეცედენტო იდეა, თხიხის კუნძულთან მდებარე სანაპირო ზოლი სრულად უნდა დახურულიყო თევზაობისთვის. არანაირი შეზღუდული ან სეზონური თევზაობა, უბრალოდ სრული აკრძალვა. დარბაზში მყოფი მამაკაცების ნახევარი წინადადებას დათანხმდა. მეორე ნახევარმა კი ნახევრად ხუმრობით განუცხადა, რომ მოკლავდნენ. მათი სიტყვები იმდენად სერიოზული იყო, რომ ბალანტაინს ზუსტი ფორმულირება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვდა. მათ კონკრეტულ ადგილს გულისხმობდნენ. ეს იყო დაახლოებით 5 კვადრატული კილომეტრის ფართობის მარჯნის რიფების არეალი, რომელიც პატარა რუხ კუნძულზე იყო კონცენტრირებული, ოკლენდიდან ჩრდილოეთით 40 წუთის სავალზე. ბალანტაინის მოთხოვნა უპრეცედენტო იყო 7 მსოფლიოში. არც ერთ ქვეყანას არასოდეს გამოუყვია სანაპიროს ისეთი მონაკვეთი, სადაც რაიმეს დაჭერა ან ამოღება სრულად აკრძალული იქნებოდა. არანაირი ანკესით თევზაობა, არანაირი შუბით ნადირობა, არანაირი კიბორჩხალის მოპოვება. იმ დღეს ლაბორატორიაში შეკრებილი მეთევზეებისთვის ეს ძარცვის ტოლფასი იყო. ბალანტაინისთვის კი ერთადერთი ღირებული იდეა, რისთვისაც ბრძოლა ღირდა. ამისთვის მას 12 წელი დასჭირდა, ეროვნული კანონმდებლობის ცვლილება და ქვეყნის გენერალური პროკურორის პირადი ვიზიტიც კი. იმის გასაგებად, თუ რატომ არ წავიდა ბალანტაინი კომპრომისზე, აუცილებელია წარმოვიდგინოთ, როგორი იყო თხის კუნძულის ყურის ზღვის ფსკერი 1965 წელს. ზედაპირიდან ჩვეულებრივ ყურეს გავდა, წყალქვეშ კი თითქმის მკვდარი იყო. საზღვაო ლაბორატორიის მღვინთავები რიფებზე ცურავდნენ, რომლებიც წესით, ყავისფერი წყალმცენარეების სქელი ტყეებით უნდა ყოფილიყო დაფარული. სამაგიეროდ მათ შიშველი ნაცრისფერი ქვები აღმოაჩინეს, რომლებიც ეკლიანი შავი ზღვის ზღარბებით იყო სავსე. ამ ზღარბებს მაორის ენაზე კინა ერქვა. ჯანსაღ რიფულ სისტემაში კინა მცირე რაოდენობით ბინადრობდა, რადგან მათ აკონტროლებდნენ რიფების ორი დიდი მტაცებელი, სნეპერი, ზღვის კაპარჩინა და ეკლიანი კლდის ლობსტერი. მაგრამ სნეპერი და ლობსტერი 10 წლეულების განმავლობაში ინტენსიურად იჭირებოდა. დაცებლების გაქრობის შემდეგ კინა უკონტროლოდ გამრავლდა. რასაც ზღარბები ტოვებდნენ, მეცნიერებმა ყურეში მოსული მეთევზეები ამას ჩვეულებრივ რიფს უწოდებდნენ, რადგან სხვაგვარი არასოდეს უნახავთ. ეს იყო ის ფაქტი, რაზეც ბალანტაინი გამუდმებით ფიქრობდა. მასთან მოკამათე ადამიანებს ეგონათ, რომ მას მეთევზეებისთვის თევზის წართმევა სურდა. სინემდვილეში კი ის ცდილობდა გაერკვია, როგორი იქნებოდა ყურე, თუ კი იქიდან არავინ არაფერს აიღებდა. არც ერთი სეზონით, არც ერთი წლით, არამედ სამუდამოდ. მისი არგუმენტი თითქმის სასაცილოდ მარტივი იყო. ახალი ზელანდიის სანაპიროზე ათასობით ადგილი არსებობდა, სადაც თევზაობა ნებადართული იყო და 0 ადგილი, სადაც აკრძალული იყო. საზღვაო მეცნიერებას არასოდეს ჰქონია საკონტროლო ჯგუფი. სოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩატარებული ყველა თევზჭერის კვლევა ზომავდა განსხვავებას ინტენსიურ თევზაობასა და ოდნავ ნაკლებად ინტენსიურ თევზაობას შორის. არავის არასოდეს გაუზომავს განსხვავება თევზაობასა და საერთოდ არათევზაობას შორის. ამ საკონტროლო ზონის შექმნას 12 წელი დასჭირდა. იდეა თავდაპირველად 1965 წელს გააჟღერა ვალტ ჩეპმენმა, ოკლენდის უნივერსიტეტის ბოტანიკოსმა, რომელმაც გააცნობიერა, რომ საზღვაო ლაბორატორია უსარგებლო იქნებოდა, თუ კი მის გარშემო არსებული რიფი კვლავაც ნადგურდებოდა. ის წერილებს წერდა, ლექციებს ატარებდა, წყალქვეშა კლუბებსა და დაივინგის ფედერაციებში, გამათობდა ადგილობრივი საბჭოების წინაშე. ახალ ზელანდიას 1965 წელს არ გააჩნდა არანაირი კანონი საზღვაო ნაკრძალების შესახებ და არც მათი შექმნის ჩარჩო. პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი საზღვაო ნაკრძალების შესახებ 1971 წელს. პირველი წინადადებიდან 6 წლის შემდეგ. ბალანტაინის განაცხადი ნაკრძალის შექმნაზე უარყოფილი იქნა. მან კიდევ ერთხელ შეიტანა განაცხადი, რომელიც სამთავრობო ოფისებში კიდევ 4 წლის განმავლობაში იდო. პროცესის ბოლოს, ქვეყნის გენერალური პროკურორი პირადად მივიდა ლიში და 6 საათი გაატარა ბალანტაინის სამზარეულოში. ცდილობდა დაერწმუნებინა, უარი ეთქვა სრულად აკრძალვის პუნქტზე. ნებისმიერი მცირე კომპრომისი, რასაც გენერალური პროკურორი სთავაზობდა, ნაკრძალს მკრისიერად დაამტკიცებდა. ცოტაოდენი ანკესით თევზაობა, ცოტაოდენი კიბორჩხალაზე ნადირობა, მხოლოდ იმისათვის, რომ ადგილობრივი საზოგადოება კმა ოფილილი დარჩენილიყო. ბალანტაინმა უარი თქვა. როდესაც გენერალურმა პროკურორმა დატოვა სახლი, ბალანტაინი გორაკზე ავიდა იმ ფერმერის მოსანახულებლად, რომელსაც ეკუთვნოდა მიწა, ფერმერმა უთხრა, რომ ნუ ღელავდა და საქმეს შეუდგებოდა. 1975 წლის ბოლოს მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ნაკრძალი. ის ოფიციალურად გაიხსნა 1977 წლის 26 ოქტომბერს, პირველი წინადადებიდან 12 წლის შემდეგ. ადგილობრივმა გაზეთმა ერთი წინადადებით უპასუხა, რაც ასახავდა, თუ როგორ აღიქვამდა ლიის მოსახლეობის უმეტესობის უმეტესობა ამ მოვლენას. თხის კუნძულის ყურეში აღარაფერია გასაკეთებელიო, ეწერა მასში. ბალანტაინის მშრალი მოგონებით, ეს გულისხმობდა, რომ არც ერთი ნამდვილი ახალზელანდიელი, არც კი შეწუხდებოდა იმ პლაჟის მოსანახულებლად,
სადაც რაიმეს მოკლა აკრძალული იყო. ნაკრძალი 500 ჰექტარზე და პირულ სანაპიროს მოიცავდა. ქაღალდზე ის ახლა მხოლოდ თევზებს ეკუთვნოდა. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ზედაპირიდან ის სანაპირო ზოლის ყველა სხვა ყურის იდენტურად გამოიყურებოდა. ეს იყო ამ ისტორიის მეორე სიურპრიზი და სწორედ ბალანტაინის კოლეგები და არა მეთევზეები იყვნენ ყველაზე მეტად შეწუხებულნი ამით. პირველ წლებში არაფერი დრამატული არ მოუხდარა. ღვინთავები გამოდიოდნენ და ითვლილდნენ იმავე რიფებს, პოულობდნენ იმავე ზღვის ზღარბებს. კინას უდაბნოები უცვლელი რჩებოდა. წყალმცენარეები წყალქვეშ ყურე თითქმის ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ნაკრძალის შექმნამდე. ცვლილება იქ დაიწყო, სადაც არავინ ეძებდა მას. ეს დაიწყო იმ თევზით, რომელიც ადრე იჭირებოდა. ანკესით თევზაობის აკრძალვის შემდეგ სნეპერები აღარ გამოჰყავდათ ყურიდან. ის მცირე რიცხოვანი ინდივიდები, რომლებიც დარჩნენ, იზრდებოდნენ და დიდდებოდნენ. ისე როგორც სნეპერები იზრდებიან, როდესაც არავინ იჭერს მათ, 1 მეტრამდე სიგრძისაც კი. კლდის ლობსტერებმაც იგივე გააკეთეს. მათი პოპულაცია ნელ-ნელა გაიზარდა, შემდეგ კი სწრაფად. და როგორც კი ნაკრძალის შიგნით სნეპერებისა და ლობსტერების რაოდენობამ გარკვეულ ზღვარს გადააჭარბა, მათ დაიწყეს იმის კეთება, რისთვისაც ევოლუცია მათ მოამზადა. ისინი ზღვის ზღარბებს ჭამდნენ. სნეპერები ახალგაზრდა კინას თავისი მძლავრი უკანა კბილებით ამსხრევდნენ. ლობსტერები ზრდასრულ კინას ქვებიდან ამოათრევდნენ და ხსნიდნენ. ზღარბების უდაბნოები კიდეებიდან შიგნით შემცირებას იწყებდა. გაწმენდილ კლდოვან მონაკვეთებზე წყალმცენარეები კვლავ გაიზარდა. თხის კუნძულის ყურეზალი წყალმცენარეების ტყეების სრულად აღდგენას თითქმის 30 წელი დასჭირდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი დაბრუნდნენ, ყურე თითქმის შეუცნობელი გახდა. წვრილი ფრთიანი სახეობები, რომლებიც ამ რიფებზე ცოცხალ მეხსიერებაში არ იყო დაფიქსირებული, დაივინგის კვლევებზე გამოჩნდა. 2003 წლისთვის, როდესაც ოკლენდის უნივერსიტეტის დოქტორმა ტონი უილისმა და დოქტორმა რასელ ბაბკოკმა ნაკრძალის შიგნით და გარეთ წყალქვეშა ვიდეოკვლევა ჩაატარეს, სნეპერის რაოდენობაში განსხვავება უბრალოდ განსაცვიფრებელი იყო. კანონიერი ზომის სნეპერები ნაკრძალის შიგნით 27.7-ჯერ მეტი იყო, ვიდრე მიმდებარე სათევზაო წყლებში. წყალმცენარეების პროდუქტიულობა 1978-დან 1996 წლამდე 58%-ით გაიზარდა. კლდის ლობსტერების სიმჭიდროვე, ის სიმჭიდროვე, ნაკრძალის შიგნით 4-დან 5-ჯერ მეტი იყო ვიდრე გარეთ. და რაც გადამწყვეტია, ამ აღდგენას მთავრობისთვის არაფერი დაუჯდა, გარდა საინფორმაციო ნიშნებისა. ან მექანიზმი მხოლოდ ერთი სიტყვა იყო ფურცელზე, არა. ეს იყო ის წინადადება, რაზეც ბალანტაინი 12 წლის განმავლობაში უარს ამბობდა. მთელმა სანაპირო ეკოსისტემამ თავი აღადგინა მხოლოდ დროისა და ადამიანის ერთი აქტივობის არარსებობის წყალობით. სოფლიოს მთავრობები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ თევზის მარაგების აღდგენაზე, თევზსაშენების, დაჭერის კვოტების, ზომის ლიმიტების. ყურე უბრალოდ ხელუხლებელი დარჩა. შემდეგი მოულოდნელობა იმ ადამიანებისგან მოვიდა, რომლებმაც 1965 წელს მის მოკლით დაემუქრნენ. რეკრეაციული და კომერციული მეთევზეები მიზანმიმართულად იწყებდნენ თევზაობას ნაკრძალის საზღვართან. მარკირების ბუიები გაჩნდა ზონის ირგვლივ, რომლებიც ლობსტერის ხაფანგებს ზუსტად დაცული ტერიტორიის ზღვარზე ათავსებდნენ. ნაკრძალმა იმდენი თევზის წარმოება დაიწყო, რომ მისი სიჭარბე მიმდებარე წყლებში გადმოედინებოდა და მეთევზეები სწორედ ამ გადმონადენს იჭერდნენ ზღვარზე. ის ადამიანები, რომლებიც 12 წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ მას, ახლა თავიანთ საუკეთესო თევზაობის დღეებს ატარებდნენ სწორედ იმ ნაკრძალის საზღვრებთან, რომლის შეჩერებაც სურდათ. მოგვიანებით, როდესაც ბალანტაინს ამის შესახებ კითხეს, მან მხოლოდ ის თქვა, რომ ეს ზუსტად ის იყო, რასაც წინასწარმეტყველებდა. მომდევნო 10 წლეულების ინტერვიუებში ის ამას უფრო მკვეთრად აყალიბებდა. ნაკრძალის ოპონენტების არც ნაკრძალი ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაივინგის ადგილი გახდა. უფრო მასშტაბურ შედეგს მეტი დრო დასჭირდა. კანონი საზღვაო ნაკრძალების შესახებ 1971 წელი, რომლის მიღებაზეც ბალანტაინმა 6 წელი დახარჯა პარლამენტის დარწმუნებაში. მას შემდეგ გამოიხენეს კიდევ 43 სრულად აკრძალული საზღვაო ნაკრძალის შესაქმნელად მთელ ახალ ზელანდიაში. კეიპ როდნი ოკაკარის წერტილამდე პირველი იყო. ის ახლა 44-დან ერთ-ერთია. იგივე მოდელი გადაკოპირდა ავსტრალიაში, კალიფორნიაში, ფილიპინებში, სამხრეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვაში და გერმადეკის ოკეანის ნაკრძალში, ახალი ზელანდიის სანაპიროდან ჩრდილოეთით. პროფესორმა საიმონ ტრაშმა, ოკლენდის უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, განაცხადა, რომ სრულად აკრძალული საზღვაო ნაკრძალის თანამედროვე კონცეფცია არსებითად თხის კუნძულზე დაიწყო და პლანეტის ნებისმიერ წერტილში არსებულ ყველა ამ ნაკრძალს ეთყობა ბალანტაინის ხელწერა. ყოველივე ამის ქვეშ უფრო მძიმე სიმართლე იმალება, რომელზეც ბალანტაინი ხშირად საუბრობდა. 50 წლის დაცვის შემდეგაც კი თევზის მარაგი თხის კუნძულის ყურეში რჩება იმ დონეზე დაბლა, რასაც მიაღწევდა
პროფესორმა კონრად პილდიჩმა, ასევე ოკლენდის უნივერსიტეტიდან, აღნიშნა, რომ ნაკრძალმა არაჩვეულებრივი საქმეები გააკეთა, მაგრამ ის ჯერ კიდევ აღდგენის პროცესშია იმ საწყისი დონიდან, რომელიც დღეს ცოცხლად მყოფ თითქმის არავის უნახავს. სწორედ ამიტომ განაგრძობდა ბალანტაინი კამპანიას სიცოცხლის ბოლომდე. ერთი ნაკრძალი მისი აზრით არასოდეს იყო საკმარისი. ის, რაც ადამიანებმა ზღვიდან ამოიღეს, იმდენად მასშტაბური იყო, რომ 500 ჰექტარი თავისით ვერ გამოასწორებდა მას. მას სურდა სრულად აკრძალული ნაკრძალების ქსელები, რომლებიც საკმარისად დიდი იქნებოდა მთელი სასიცოცხლო ციკლებისა და მიგრაციის მარშრუტების დასაცავად ყველა ქვეყნის სანაპიროზე. მას ამარ სურდა მუზეუმის ექსპონატი, მას სურდა მოქმედი მოდელი. სურდა მოქმედი მოდელი. 78 წლის ასაკში თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბალანტაინმა რეპორტიორს განუცხადა, რომ ზღვის დაცვის ფუნდამენტური მიზანი არ იყო მეთევზეებისთვის მეტი თევზის მოშენება. ეს იყო იმის უფლება, რომ ოკეანეს ემოქმედა ისე, როგორც თავად სურდა, საკუთარი თავის გამო. ადამიანური სარგებელი მისი თქმით ამას მოჰყვებოდა. ასეც ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ ეს არ იყო მთავარი მიზანი. მან გარდაიცვალა ამ სიტყვებიდან რამდენიმე კვირაში, 2015 წლის ნოემბერში, იმავე სახლში, რომელიც ლიის თავზე მდებარე გორაგზე იდგა და სადაც 50 წელზე მეტი იცხოვრა. მისი სამზარეულოს ფანჯრიდან ჩანდა ის წყალი, რომელზეც მან უარი არასოდეს თქვა. არსებობს ფოტო, გადაღებული მწერალ კენედი უორნის მიერ, თხის კუნძულის ორისკლდოვან სანაპიროზე, სადაც ბილ ბალანტაინი მოქცევის ხასთან ჩაცუცქული, ძველ სლაიდს სინათლეზე უყურებს. სლაიდზე ზუსტად იგივე ქვაა, აღბეჭდილი 10 წლეულებით ადრე. ის ადარებს იმას, რაც ახლა მის წინაშია, იმას, რაც ადრე იყო. ის მოლუსკებს ითვლის ქვის 1 კვადრატულ მეტრზე. მის უკან ზღვა აკეთებს რაღაცას, რასაც ის არასოდეს ელოდა სიცოცხლეში ნახვას. წინა მხრის სიგრძის სნეპერები გამჭვირვალე წყალში, სანაპიროდან რამდენიმე მეტრში დაცურავენ, ყურეში, სადაც 50 წლის წინ ისინი თითქმის გაქრნენ. ის არ ბრუნდება მათ შესახედად. მან უკვე იცის, რომ ისინი იქ არიან. ის სანაპიროს ამოწმებს პატარა დეტალებზე, სათითაოდ ისე, როგორც მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა. თუ ეს საოცარი ისტორია თქვენთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვოთ მომავალი ეპიზოდები.